მოგესალმებით, რომელი კუთხიდანაც არ უნდა უყურებდეთ ამ ვიდეოს. დღეს მე კვლავ დაგიბრუნდით საინტერესო საფეხბურთო სიახლეებით. დაალაიქე ვიდეო, კომფორტულად მოკალათთი და შეგვიძლია დავიწყოთ. ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოსვლა პარი სენ-ჟერმენთან მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა. როგორც პარიზში, ასევე ენფილდზე მერსესაიდული კლუბის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომლის გამოსვლასაც ბრიტანული პრესა არაერთგვაროვნად აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ გაშვებულ ბურთებში განსაკუთრებული ბრალი არ მიუძღოდა, ქართველი მეკარის ასპარეზობა მაინც უარყოფითად ფასდება. მაქვს ასეთი თეორია, როგორც ვიცით, გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ის ლიდერი ასევე ვალენსიაშიც იყო. არსებობენ ადამიანები, რომლებშიც ლიდერული თვისებები ბუნებრივად ზის და გიორგი ერთ-ერთი ასეთია. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ პირველ რიგში ამ ლიდერული თვისებების გამოვლინება და შეგრძნება იმის, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და მართლაც ყველაფერს ფლობენ. შემდეგ კი უკვე მოახერხებენ და თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ. მაქვს ასეთი ვარაუდი, რომ ლივერპულში ამის საშუალება გიორგის არ ეძლევა, რადგან კლუბიც ვალენსიასთან შედარებით უფრო დიდია და ფეხბურთელებიც უფრო სახელიანები არიან. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ხშირად იწერება ტრავმირებულ ფეხბურთელებზე და ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც ყურადღება ალისონის მდგომარეობაზე გამახვილდა და უკვე 100%-ით გარკვეულია, რომ ბრაზილიელი კვირასაც ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილი თავის პირველ ლივერპულურ დერბის ჩაატარებს და ევერტონთან სტუმრად გასამართ მატჩში წითლების კარსის დაიცავს. ცნობისთვის ალისონის მსგავსად კვირას გამორიცხულია PSG-სთან დაშავებული უგო ეკიტიკეს ასპარეზობაც, რომელმაც იმდენად სერიოზული ტრავმა მიიღო, რომ თუ ოპერაციის გაკეთება გადაწყდება, ფრანკ ფორვარდს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ევერტონი ლივერპულის მატჩი კვირას თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება. ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა. ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სანამ ამ თემაზე გადავალთ, აუცილებლად დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს მართლა არ წაგერთმევს ბევრ დროს. ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიან ლორენცმა პოდკასტზე Sport Agency-ს ეთერში პარი სენ-ჟერმენის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ჩაერთო არც ერთი ინგლისური გრანდი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, როდესაც ქართველი შარშა ნაპოლის ტოვებდა. როგორ მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა პრემიერ ლიგაში, არამედ PSG-ში აღმოჩნდა? ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამჯერა, რომ არც ერთი ინგლისური კლუბი მისით არ დაინტერესდა. მაგალითად, Manchester United-ი. ვიცი, რომ მატეუს კუნი აყავთ და ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩამოიყვანე კვარაცხელია ოლდ ტრაფორდზე და ის მაშინვე გულშემატკივრების ახალი გმირი გახდება. თავის მხრივ ბრიტანული გამოცემა Manchester Evening News-ი წერს, რომ ზაფხულში წითელი ეშმაკები აუცილებლად იფიქრებენ შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე, ვინაიდან მარკუს რაშფორდი დიდი ალბათობით ბარსელონაში დარჩება. თული წარმოსადგენია, რომ რაშფორდმა United-ში თამაში მოინდომოს. როგორც ჩანს, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა და მარკუსი თავს ესპანეთში ბედნიერად გრძნობს. თუ ბარსელონა ამ ტრანსფერს ვერ დახურავს, რომელიმე ესპანური კლუბი რაშფორდით აუცილებლად დაინტერესდება. ცნობისთვის ჟულიან ლორენცი ESPN-თან, TNT Sport-თან და RMC Sport-თან თანამშრომლობს. წარსულში კი ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-ში უმუშავია. MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი კოლორადოს ესტუმრა და 3-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ შეიტანა. მე-18 წუთზე ანგარიში სწორედ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ბერტერამემ სხვაობა 2-მდე გაზარდა და დევიდ ბექემის გუნდმა შესვენებაზე კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და უკვე 62 წუთზე ტაბლოზე 2-2 ფიქსირდებოდა. ინტერ მაიამის გეგმებში ქულების დაკარგვა არ შედიოდა. 79 წუთზე როდრიგო დე პოლის პასი ლეო მესიმ გამოიყენა, დუბლი შეასრულა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ ინტერ მაიამის 15 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება მესის, მან MLS-ის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა ასეთი მოკლე და საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. აუცილებლად გვაჩვენეთ თქვენი აქტიურობა და სიყვარული. მე კი მალე დაგიბრუნდებით ახალი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.